რატომ ვერ მოიცალა ვერც ერთმა კოლეგამ გიორგი კლდიაშვილის მხარდასაჭერად. IDFI-ის სკანდალის შესახებ ისევ ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია დუმს. ხელისუფლება კი მსჯელობს იმის შესახებ, თუ რა დგას მესამე სექტორის ანტირუსული ისტერიის მიღმა, რაც ამ სკანდალმა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მარიამ ქართველიშვილის სიუჟეტი. მე ხა ვისვენებ და ამიტომ არაფერი არ მინახავს. არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ფონდი ღია საზოგადოების ლიდერი ქეთი ხუციშვილი ერთადერთია, ვინც მედიის ზარს უპასუხა. მწვანე ღილაკს ხუციშვილმა სავარაუდოდ შემთხვევით დააჭირა, რადგან გიორგი კლდიაშვილის რუსეთის მოქალაქეებთან ერთად აწყობილი ბიზნესისა და აწარმოის საქართველოდან ჩარიცხული მილიონების შესახებ დასმულმა კითხვამ დააბნია. არ ვიცი, არ ამჯერა მე არც თქვენი და არც იმედი. NGO-ების კოალიციაში კლდიაშვილის სკანდალიდან მესამე დღესაც სრული სიჩუმეა. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში IDFI-ის ლიდერმა მსხვილი ბიზნესი რუსეთის მოქალაქეებთან ერთად დაიწყო. მაშინ, როდესაც ის და მესამე სექტორი ხელისუფლებისგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვდნენ, პრორუსობის ბრალდებით ეთერებში ჩნდებოდნენ. პარალელურად კლდიაშვილი ქართული ოცნების შექმნელი აწარმოის საქართველოდან ფულს ითხოვდა. დუმს კლდიაშვილის კოლეგა და მეგობარი ეკა გიგაურე. კლდიაშვილის სკანდალზე ვერაფერს ამბობს ნინო ლომჯარიაც გიგაურის მსგავსად სატელეფონო ზარებს გვითიშავს. არც გამხნევება და არც კრიტიკა. კლდიაშვილის კოლეგებიდან არც ერთ სოციალურ ქსელში არაფერი დაუწერია. თემაზე არავინ საუბრობს და კითხვებზე პასუხებიც არავის მოუთხოვია. მათ არ აქვთ არავითარი ღირებულებები, არავითარი პრინციპები და შესაბამისად ისინიც მიყვებიან ნორმალ სტანდარტებს. მთავრობის მეთაურისთვის კლდიაშვილის სკანდალმა და NGO-ების დუმილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მოქმედებენ გარე დავალებებით, ორმაგი სტანდარტით და შერჩევითი სამართლით. თქვენ გახსოვთ, რომ ყველა ეს ადამიანი ითხოვდა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, რაც გამოიწვევდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ჩამოქცევას და ამ დროს თვითონ რუსეთის მოქალაქეებთან ერთად აკეთებენ ბიზნესს. ეს არის ორმაგი სტანდარტი, რაც ადამიანები არიან უცხოური გავლენის აგენტები და სხვა ეგრეთ წოდებული NGO-შნიკების პოზიციაც არის პირდაპირ ამასთან დაკავშირებული. როდესაც ხოსტარია, ეგრეთ წოდებული მთავარი ანტირუსი ჩვენს ქვეყანაში რუსეთის ხაზილიდან იღებდა პირდაპირ დაფინანსებას, ამაზეც არც ოპოზიციას და არც NGO-ებს არ ქონიათ არავითარი რეაქცია. ერთი წამი წარმოედგინეთ, ჩვენი გუნდის რომელიმე წევრს რომ მიიღო ასეთი ოდენობის თანხები რუსეთის ბიუჯეტიდან, რამხელა ამბავი ატყდებოდა. არასამთავრობოების მსგავსად IDFI-ის დირექტორის კრიტიკას ვერ ბედავს ოპოზიცია. მართლგუნდში ოპონენტების დუმილი ელენე ხოშტარიას რუბლების სკანდალს ახსენებს. პროევროპულ იმიჯს ამოფარებულებმა მაშინაც მილიონობით რუბლში რუსული ვერაფერი იპოვეს. მინიმუმ უხერხულია მისგან ასეთი ქმედებები და რაც შეეხება სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, გელი მგლის ტყავს არ დახევსო, როგორც იტყვიან, არ არის მათგან გასაკვირი, რომ არაერთი ძალიან რთული შეცდომის, ცუდი შეცდომის მიუხედავად ისინი მაინც ჯიქურ აგრძელებენ ერთმანეთის მსგავსი ნაბიჯების დაფარვას და მე არ გამიკვირდება სხვათა შორის თუ უფრო სიღრმისეულად შევისწავლით ამ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების საქმიანობებს, მათ აქვთ ან ექნებოდათ ამა თუ იმ ფორმით სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა და დაფინანსება. ამაზე რძელი და მიუღებელი არის ის დამოკიდებულება, რაც კონკრეტულ ამ ეგრეთ წოდებულ სამოქალაქო აქტივისტებს და სამოქალაქო ორგანიზაციებს აქვთ ზოგადად ქვეყანასთან, ხალხთან და ხელისუფლებასთან დაკავშირებით, ამაზე არის ეს დამოკიდებულება საკუთარ თვალში დირეს რომ არ პოულობენ და სვის თვალში ბეწვებს ეძებენ. გიორგი კლდიაშვილმა ქრონიკას ოფიციალური დოკუმენტების ნამდვილობა დაუდასტურა, თუმცა მისთვის 4 პარტნიორიდან 2-ის რუსული პასპორტი რუსული არ არის. ბოლო რამდენიმე წელში კლდიაშვილმა აწარმოის საქართველოდან ჩარიცხული მილიონებით ძვირად ღირებული ბიზნესი ააწყო. სასტუმრო კი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 8 თვეში გახსნა.